მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაგეგმილი ბრიუსელში, ამ შეხვედრაზე კი ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო იქნება. ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ იმუქრებაო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ამის პარალელურად კი ბრიუსელში ვიზიტს მართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელთან შეხვედრის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სომხეთ ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასოდეს ყოფილაო. ამ ფონზე კი საქართველოში ვრცელდება წერილი კიდევ ერთი პატიმრის წერილი გიორგი ბაჩიაშვილის გულისხმობ, რომელიც აცხადებს იმის შესახებ, რომ მას ციხეში სცემეს და ეს ყველაფერი მოხდა ხელისუფლების და ივანიშვილის დავალებით. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ბუნებრივია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრებს ვკითხავთ. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან პარტია გახარიას წევრი, გახარია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური და ასევე პარტია ლელოს წარმომადგენელი ნოდარ ჩაჩა, უпроსტად პარტია ახალის წევრი ნოდარ ჩაჩანიძე, მაბატიეთ. თუმცა მანამდე ჩვენ გვექნება ბრიუსელიდან ჩართვა და სწორედ ამ ჩართვით დავიწყებთ გადაცემას. თამარ ლუცუბიძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ჩაგვერთვება ბრიუსელიდან, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა თამარ. მოგესალმები მე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში ხვალინდელი შეხვედრის შესახებ რო გითხრა ორი ოდესიტყვით, რა მოლოდინები არსებობს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით? ხვალ მართლაც იმართება პირველი დიპლომატების საბჭოს ხდომა, რომელზეც როგორც ევროსკოპი, რომელსაც მე წარმოვადგენ, წყარომ გითხრა, მეორე საკითხად არის საქართველოზე განხილვა და მან აღნიშნა, რომ საკმაოდ მოცულობითი იქნება განხილვა ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ არათუ მხოლოდ ევროკომისრები წარადგენენ თავიანთ პოზიციებს და ასევე ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, კაია კალასით 15 პირის თარგეტირებული სანქციების ინიციატივით წარდგება კოლეგების წინაშე, არამედ ამ ფორმატში უკვე სხვა ქვეყნების დიპლომატებსაც ექნებათ საშუალება თავიანთი წინადადებები წარადგინონ და ფართო დისკუსია გაიმართება ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ამ 15 პირს, რა თქმა უნდა, გვარები და სახელები ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა წყარო ისიც დაგვიდასტურა, რომ მათ შორის არიან მოსამართლეების და ისიც აღნიშნა, რომ უმეტესი ნაწილი ამ პირების ჯერ კიდევ იანვარში წარადგინა კაია კალასმა ამგვარ შეხვედრაზე და ყველა მათგანი უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევებს და პასუხისმგებლობას ამ დარღვევებზე და გითხრა, რომ ამ სიას დაემატა რამდენიმე მოსამართლე, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა ერთიანობა ამ პოზიციაზე. ყველამ კარგად იცის, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი ბლოკავს თარგეტირებულ სანქციებს კონკრეტული პირების მიმართ. ნახოთ ახლა რა მოხდება დახურულ კარს მიღმა, თუმცა 2 დღის წინ, როცა მე მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მათ თქვეს, რომ იმ დროისთვისაც ჯერჯერობით კონსოლიდირებული შეთანხმება არ ყოფილა მიღებული და ისიც აღნიშნეს, რომ სწორედ კაია კალასის პირადი ძალიან დიდი სურვილია, რომ იქნეს მიღწეული ამ საკითხზე შეთანხმება, რადგანაც ყველამ ასევე კარგად იცის, რომ ევროკავშირს ძალიან არ უნდა გამოიყენოს ბერკეტი, ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რომელსაც არ ჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა და უმრავლესობა არის საკმარისი, ამიტომაც კაია კალას, ანუ ევროკომისარ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ამ გზით უნდა წასვლა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციაზე და აქვე მე მინდა მაყურებლისთვის უფრო მეტად გასაგები რომ იყოს ზოგიერთ ადამიანს გონია რომ უნგრეთი, ძირითადად უნგრეთი რაღაცნაირად საქართველოს უჭერს მხარს და აი თითქოს იცავს რაღაცა ამ სანქციებისგან და უფრო მეტად ინფორმირებული რომ იყვნენ მოქალაქეები, წარმოიდგინეთ რომ ორბანი კონკრეტულ პიროვნებებს იცავს ამ შემთხვევაში
და პირიქით ეს კეთდება ქართული ხალხის საზიანოდ, რადგანაც თუ კი ვერ მოხერხდა შეთანხმება ამ თარგეტირებულ სანქციებზე და საქართველოში ასეთი ვითარება პირიქით უფრო გაგრძელდა და მეტი და მეტი რეპრესიები ვნახეთ ჩვენ საქართველოში, ევროკავშირს უნდათ თუ არ უნდათ მოუწევთ საქართველოს მოსახლეობის ზიანის მიყენება იმით, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ამიტომაც ალბათ ადამიანებმა უნდა იფიქრონ, რომ ორბანი მათი მოკავშირე სულაც არ არის ის, როგორც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო, ახლაც ხედავთ, რომ კონკრეტულ პირებს უფრო უჭერს მხარს, ვიდრე ჩვენ ქვეყანას და არგუმენტად ისიც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ არ ყოფილიყო გერმანიის კანცლერი თავის დროს ოლაფ შოლცი, რომელმაც თხოვა მას დაეტოვებინა ოთახი, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა უკრაინისთვის და მოლდოვასთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე ეს სტატუსიც კი არ გვექნებოდა, ანუ ამ შემთხვევაშიც ორბანი ძალიან მარტივად უკრაინის გამო წირავდა საქართველოს ინტერესებსაც. ასევე თამარა, მარტივად რო აუხსნათ ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს, საქმე არის იმაში, რომ ევროკომისიაზე წარდგენილი არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ადამიანების დასანქცირებას. ეს არის ან მაღალჩინოსნები საქართველოსი და არიან მოსამართლეები. ეს სანქციები ითვალისწინებს ალბათ მათ გადაადგილების შეზღუდვას ევროკავშირში, არ ვიცი, ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს თუ არა შემდეგ ეს დააზუსტე, ხოლმე საუბარია მაღალჩინოსნებზე და კონკრეტულად მოსამართლეებზე და ასე შემდეგ. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჭირდება კონსენსუსი, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი და ამას მხარს არ უჭერს უნგრეთი და სლოვაკეთი, ამიტომ მეორე გზით შეიძლება წავიდეს ევროკავშირი, რაც გულისხმობს იმას, რომ უვიზო შეგვიჩეროს, რასაც აღარ ჭირდება უკვე კონსენსუსი და ვერ დაბლოკავს ორბანი და სლოვაკეთი. ამიტომ ამბობ შენ, რომ ორბანი რეალურად ჩვენ საქმეს კი არ აკეთებს, კონკრეტულად ამ თავრობის საქმეს აკეთებს, ანუ შეიძლება საბოლოო ჯამში საქმე იქამდე მივიდეს, რომ ჩვენ უვიზო გაგვიჩერონ, სწორედ ორბანის პოზიციის გამო, რადგან ევროკავშირმა მისი პოზიციის გამო ვერ მოახერხოს კონკრეტული მაღალჩინოსნების დასანქცირება. კიდევ ერთხელ აუხსნელი, ასე ვთქვათ, სხვა სიტყვებით, რაზე ჩვენ უკვე ილაპარაკეთ. კი, მერაბ და მე მგონი მაყურებელმა ეს ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რადგანაც ეს ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენი მაყურებელის უმეტესობაც არავის მოსწონებია ის ქცევები, რაც ჩვენ ნახეთ, როგორ ეპყრობოდნენ ახალგაზრდებს და აქციის მონაწილეებს და ყველა ის პირი, ვიზეც არის საუბარი, ითქვა, რომ ისინი სწორედ ადამიანის უფლებების დამრღვევები არიან და სავარაუდოდ მაგნიტსკის სიაზეა საუბარი. და თუ კი მაგნიტსკის სია იქნა ამოქმედებული მათ წინააღმდეგ, ეს არამხოლოდ გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს, არამედ ფინანსურ სანქციებს და მათ თუ კი აქვთ რაიმე უძრავი ქონება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ყველაფერი ეს იქნება დაყადაღებული, ასე რომ კარგია მაყურებელმა სწორედ გაიგოს რაშია საქმე. მეორე კომპონენტი. კარგი, დაასრულე შემდეგ. ხო, მეორე კომპონენტი ასევე მაგიდაზედებს ასოცირების ხელშეკრულების გადახედვა, რაზეც საუბარი იყო და არის პარლამენტის მიღებულ ანგარიში 2023-2024 წლების და ასევე ჩემი ინფორმაციით არის იმაზე მუშაობა, რომ ასოცირების ხელშეკრულების შიგნით მოიძიოს ისეთი, ვთქვათ, თავები, ისეთი პუნქტები, რომლების შეჩერება პირდაპირ თარგეტირებულად დაარტყამს ქართულ ოცნებასთან აფილირებულ ბიზნესმენებს და აი თითქოს შესაძლოა ეს გზაც იყოს ნაპოვნი, თუმცა ნუ ლაპარაკი ცოტა ნაადრევია ამ ყველაფერზე, ანუ სხვადასხვა რამდენიმე ვარიანტია მაგიდაზე და ნუ ნახოთ ხვალ რა განცხადებებს. გასაგებია, თამარ და ბოლოს მოკლედ რომ მითხრა ფაშინიანის ვიზიტის შესახებ ორიოდე სიტყვით, ხო ჩვენთან თუ სანქციებზე მსჯელობენ იქ პირიქით დაახლოებაზე, ხო? კი, აი ზუსტად იცით კონტრასტი არის საოცარი, როდესაც საქართველოს რამდენიმე წლის წინ იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში, დღეს ვხედავთ, რომ ფაშინიანი ძალიან კარგად მიიღეს სწორედ აქ ამ შენობაში ბრიუსელში და ვრცელი პრეს-რელიზიდან ასევე ვარკვევთ, რომ ფინანსური დახმარებაც იქნება გამოყოფილი სომხეთისთვის 270 მილიონზეა ლაპარაკი და გარდა
ამისა 1,5 მილიონი ევრო ძალიან მალე იქნება გამოყოფილი სწორედ პროპაგანდასთან, დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის და აქ რა თქმა უნდა ღიად რომ წარეწეროს იგულისხმება სწორედ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის და თავად ნიკოლ ფაშინიანმა სულ ცოტა ხნის წინ თავის X-ზე დაწერა და ამ პატარა განცხადება გააკეთა, რომლისგანაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ფაშინიანს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონში რეფორმების დაკავშირებადობის და თავდაცვის ესეთი მოწინავე ქვეყანა, როგორიც იყო საქართველო და ძალიან საწყენია, რომ ფაქტიურად ესე ანალიზი რომ გავაკეთოთ, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ჩვენ ადგილს ნელ-ნელა ანაცვლებს სომხეთი და თუ კი მიღწეული იქნა საბოლოო შეთანხმება სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს შორის საუბარიც არის ახალ ტრანზიტულ მიმართულებებზე, რაც ასევე ძალიან ცუდად დაარტყამს საქართველოს და ზოგადად აი ეს კონტრასტი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ესეც ჩემი აზრით მაყურებელმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, რა შანსები ქონდა საქართველოს და დღეს რეალურად სად ვართ. გასაგებია, მადლობა დიდი. თამარ ნუცუბიძე გვერდთხოვდა ბრიუსელიდან, დამოუკიდებელი ჟურნალისტი. შეგახსენებთ ხვალ მინისტრთა სხდომაზე, ევროკავშირის ქვეყნების მინისტრთა სხდომაზე საქართველოს საკითხი იქნება ერთ-ერთი თავარი. საქართველოში კი როგორც გითხარით, მოხდა ციხეში კიდევ ერთი დანაშაული, ამის შესახებ პატიმარი გიორგი ბაჩიაშვილი იუწყება, ის ამბობს, ჩემთვის უცნობი პიროვნება მირტყამ და მუშტები, ჩუშის ჭიქა თავზე გადამაფშნა, ნამსხვრების მოქნება ცდილობდა ყელსა და სახეში რამდენჯერმე კედელზე მიმარტყევინა თავი. ციხის უფროსმა მითხრა, რომ არ იცოდა თუ ეს მსჯავრდებული იჩხუბებდაო, ამბობს ბატონი ბაჩიაშვილი. ბუნებრივია, ის ეჭვებს გამოთქვამს, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს თავდასხმა. და ამ თემაზე როგორც გითხარით ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან, ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი იქნება ანა ბუჩუკური, გახარია საქართველოსთვის წევრი. აქვე შეგახსენებთ, რომ პარტიამ გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა და თანამშრომლობაზე შეთანხმდა. ნუ ბუნებრივია ამ თემაზეც დაუსვამთ მას შეკითხვას. ანა, გამარჯობა. თუ გესმის ჩემი? რამდენად ესმის ანას? მე მგონი არ ესმის, როგორც ხვდები. ანა, გესმის ჩემი? არ ესმის, როგორც ხვდები. იმედია, რომ დაუკავშირდებით და თავიდან. გაბატონო ანა, გესმით ჩემი? ნუ არ ესმის. თავიდან დაურეკეთ, იქნებ. გამარჯობა მერაბ, როგორც გიხდი, ჩანდი, მაგრამ არ მესმოდა. კი ბატონო, მოკლედ ბაჩიაშვილის თემით მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი, ეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის. დღეს მოხდა თავდასხმა მასზე ციხეში, ეს ნუ ფაქტობრივად უკვე დადასტურებული ფაქტია, რადგან პენიტენციარული სისტემაც ადასტურებს, უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ რაღაც ეს იყო ჭხუბი პატიმრებს შორის და მეტი არაფერი. თქვენი შეფასება როგორია ამ საქმესთან დაკავშირებით? ხო, აბა რა სიტყვიან, ჩვენც მეთო ივანიშვილის დავალებით ამას ხო არ იტყვიან. პირველ რიგში კიდევ ერთხელ სალამი მერაბ მივესალმები პანიკრას მაყურებელს ბაჩიაშვილს და ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებს, მშობლებს განსაკუთრებით ჩემი პერსონალური და გუნდის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის ამ ყოველფრის ატანა და ყურება, როცა შენ საყვალ ადამიანებს ექცევიან ისე როგორც ექცევიან და შენ ვერაფერს აკეთებ ამის გასაჩერებლად. ამიტომ სრული მხარდაჭერა პერსონალურად მას და მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს და მეგობრებს, რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა, ანუ პერსონალური შურისძიება. არა მხოლოდ დღევანდელი ეს თუ პარასკევს მოხდა, ხო, მე ვნახე განცხადება ექიმის, ეს მხოლოდ ამ ფაქტით არ დასტურდება, რომ ბაჩიაშვილის მიმართ არის პირადი პერსონალური ვენდეტა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამართლებრივი პროცედურები დაიწყო ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ და საგამოძიებო უწყებებმა, 2-3 კვირა დასჭირდათ იმისთვის, რომ ჭალებში გაეხსნათ ეს დანაშაული, მაშინ როდესაც წლებით იწელება ბევრად უფრო ნაკლები სირთულის, სისხლის სამართლებრივად ბევრად უფრო ნაკლები სირთულის დანაშაულების გახსნა. ამის შემდეგ ჩვენ მიხილეთ, როგორ უკანონოდ ფაქტობრივად მოიტაცეს ადამიანი უცხო სახელმწიფოში და ჩამოიყვანეს აბსოლუტურად ყველა ადამიანის უფლებათა პროცედურული დარღვევით და ვიხილეთ ეს თავდასხმა. რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა. მაგრამ შეეხება იმ აბსურდულ და სასაცილო ღიმილის მომგვრელ არგუმენტს, რომ თითქოს შემთხვევით ვიღაცა სხვა პატიმრები მას თავს დაესხნენ, სულ რომ დავუშვათ. ისიც არც ერთი გრამით არ მჯერა მერაბ, მაგრამ სულ რომ დავუშვათ, რომ ეს ასე იყოს,
პატიმარი იმყოფება, ნებისმიერი პატიმარი იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ, ამას როგორც იურისტი ისე ვამბობ, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 100% პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფოს. სულ რომ ასე იყოს, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი და ეს არის პერსონალური ვენდეტა. მე დავესესხები გიორგი გახარია გააკეთა ამაზე განცხადება, დავესესხები მე სიტყვებს და მეც გავიმეორებ, მინდა მივმართო ოცნების ამორჩეველს. პატიმრების ცემა, აი ესეთი მოქცევა, რაც ვიხილეთ ბაჩიაშვილის მიმართ, ვინმეს ან რამეს ხომ არ გახსენებთ მეგობრებო შემთხვევით. მე მახსენებს და მე მაინტერესებს ეს რაში ჯდება საერთოდ. რომელ მორალურ უპირატესობაში ჯდება ნაცებთან. იმიტომ რომ მთელი 13 წლის განმავლობაში და პრინციპში მეტ შემთხვევაში სწორადაც ამ მორალურ უპირატესობას ხო ატრიალებდა ოცნება, რომ აი მე კი ცუდი ვარ, მაგრამ ნაცმოძრაობასავით მოძალადე არ ვარ. შეხედეთ დღევანდელი ოცნება როგორ იქცევა. ეს მორალური უპირატესობაც დაკარგული აქვს ნაცმოძრაობასთან. უარესი და უარესი გახდება დღითი დღე. ამიტომ მე მინდა ისევ ოცნების ხარდამჭერებს მივმართო, მეგობრებო, არანაირი უპირატესობა დღეს ოცნებას აღარ გააჩნია, არაფერში საერთოდ. ხო, კი ბატონო, მაგრამ თქვენ ახსენეთ, რომ რაღაც ვენდეტა და ასე შემდეგ, რის მიღწევას ცდილობს ამის ხელისუფლება ან ივანიშვილი, თუ ეს არის მათი მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია, თუ არ ვიცი, თავდასხმა. ივანიშვილის მხრიდან, ხელისუფლება დღეს ფაქტობრივად არ ყავს, ხო, იმიტომ რომ ხელისუფლება რო ყავდეს, ეს სახელმწიფო უწყებები თავიანთ ფუნქციას უნდა ასრულებდნენ, ფორმალურად მაინც უნდა ცდილობდნენ, ხო ასეა. ხელისუფლება რო ყავდეს, მინიმალური თვითმყოფადობა მაინც უნდა გააჩნდეს ეგრეთ წოდებულ თანამდებობის პირებს, რომლებსაც თვითონაც არ აქვთ აღქმა. ხა ირაკლი კობახიძეს ამჩნევთ, მე რა თქვენ აღქმას, რომ საქართველოს პრემიერია? არა. ის არ თulis თავს, არც საკუთარ თავს აღიქვამს როგორც საქართველოს პრემიერად და საქართველოს ყველა მოქალაქის პრემიერად. ის საკუთარ თავს მიიჩნევს ივანიშვილის, ესე ვთქვათ, სტაფერად, ანუ ივანიშვილის პერსონალურ თანამშრომლად. ყველა მის განცხადებაში და ყველა მის ქცევაში ასეა. ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის პასუხისმგებლობა, რაც შეეხება რას აღწევს, თქვენ იცით, ბაჩიაშვილის მთლიანი кейსი, ანუ ბაჩიაშვილის მთლიანი საქმე ეხება ივანიშვილის ფულს. ყველაფერი ახლა რაც კეთდება, მისი მხრიდან ეხება ფული, ფულმა, ფულს, ფულით, ფული და ძალაუფლება შესაბამისად. შეიძლება რაღაც ამ კონტექსტში ჩაისვას რიჟვაზის საქმეც და ის რაც ხდებოდა ამ დღეებში, ხო, ამ მიმართულებით. სხვათა შორის რიჟვაძეც ძალიან ძიმე შემთხვევა არის, ხო? მე დიანასთანაც ვთქვით, რაპაიძესთან ამ ფაქტის შემდეგ გავიგე, რომ ბატონი რიჟვაძე ჩემი კურსელი ყოფილა, ახალგაზრდა ადამიანია, ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს, ხო, ის თავად ოცნებამ. რიჟვაძის საქმე იყო მიშვებული, ოღონდ შეგნებულად მიშვებული კორუფციის შედეგი. გულისხმობ იმას, რომ აი ეს საქმე რიჟვაძის შემთხვევაში რაც ვიხილეთ, ძიმე ამბავია, ხო? რიჟვაძის შემთხვევა იყო მოპარული, ხალხისთვის მოპარული კორუფციული ფულის კრიმინალური განაწილება. ანუ აი ეს, ესე ვთქვათ, ძალაუფლებაში მყოფი დაჯგუფება უკვე გადასული არის კრიმინალური გზებით გაინაწილონ ფული, იმიტომ რომ მე ეს ადამიანები არანაირი ღირებულებაზე არ დგანან, არანაირი იდეოლოგია არ აერთიანებთ. ერთადერთი რაზეც ესენი დგანან არის ფული, თან მოპარული შავი ფული. შესაბამისად ამ ქვეყანაში თავად ოცნების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ არავინ დაცული არ არის, მარტო ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ოპოზიციონერი პარტია თუ ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტი თუ მოქალაქე. არა, თავად ოცნების წარმომადგენლები, ოცნების წევრები და ოცნების აქტივი აღარ არის დაცული. იმიტომ რომ მთავარი ახლა ამ დაჯგუფებისთვის არის ფული. და თან უკვე გადასული უკონტროლო ქაოსზე კრიმინალური გზებით როგორ გაიყონ ერთმანეთში ამ კლანებმა, როგორ გაიყონ მოპარული ფული. რიჟვაძის საქმეც, რა თქმა უნდა, არის ფულზე, ოღონდ კორუფციულ ფულზე. ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში თავად ოცნების წარმომადგენლებიც დაცულები აღარ არიან. აქამდე თუ ეგონათ, რომ
რაღაც ეს თავიანთი ბაბლი ჰქონდათ და რაღაც ესე კოლბაში იყვნენ და სხვა რეალობას არ აღიარებდნენ და ალბათ არც ახლა აღიარებენ და ამ მოპარული ფული როგორ დაეხარჯათ, ამით იყვნენ დაკავებული, თვითონ დაინახეს, რომ ფიზიკურადაც აღარ არიან დაცულები. შეხედეთ იგივე ზარალას, ანუ გიორგი რამიშვილის საქმე, ხო? ანუ სხვილ ბიზნესმენებზე გადავიდნენ. აქაც დაკარგეს, ხო, მორალური უპირატესობა ნაცმოძრაობის მიმართ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს, მე რა დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გახსოვს ბიზნეს როგორ ექცეოდა სააკაშვილის რეჟიმი. ამასაც ხო აყვეტრი და ოცნება, რომ აი მე ბიზნესი ისე არ ვექცევი, როგორც მიშა ექცეოდა. შეხედეთ უკვე როგორ ამ მეთოდებზე გადავიდნენ, ხო? იგივე რაც გიორგი ვის ჯერა მერაბ, რომ გიორგი რამიშვილს იარაღის რაღაცა აბსურდული ბრალდებით, რომ თითქოს რაღაცა შეცდომა იყო და ბარგში აღმოუჩინეს თუ რა. ნუ აი რაღაცა უბრალოდ სასაციოა. ხო თან აი გიორგი რამიშვილი, ეგრეთ წოდებული ზარავა. ნუ ეს არის უბრალოდ ღიმილის კონკრეტი. კი ბატონო. მე მჯერა რომ არავის არ ჯერა ამის. იმათ შორის არც ოცნების ამომრჩეველსაც აღარ ჯერა. გასაგებია და ეხლა გადავიდეთ უკვე თქვენი მემორანდუმის შესახებ და იმაზე რა ხდება ოპოზიციაში. ნუ ფაქტია რომ 4 პარტია ხართ და აქედან ორ პარტიასა ვერაფერზე ვერ შეთანხმდით. შეთანხმდა ხება მოახერხეთ ხოლმე ლელოსთან. ნუ წინასაარჩევნოდ ეს შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაგრამ ნუ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების წინ ვერ მოახერხეთ შეთანხმება, ეხლა მოახერხეთ და რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით? მაშინ თუ ვერ ხერხდებოდა ლელოსთან შეთანხმება, ეხლა როგორ მოახერხეთ ასე მარტივად საერთო ენის გამონახვა? ძალიან მარტივია არის ამაზე პასუხი, მერაბ წინასაარჩევნოდ გახსოვთ, რომ გაერთიანებაზე იყო საუბარი, გაერთიანება ახლა არ მომხდარა, ახლა მოხდა თანამშრომლობის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კოორდინაციაზე და იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვიქნებით მუნიციპალიტეტებში. იმიტომ რომ სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე მიდიოდა მსჯელობა 2024 წლის არჩევნების წინ იქ იყო საუბარი პარტიათა გაერთიანებაზე და მე საზოგადოებას მინდა ვუთხრა თქვენი ერთადერთად, რომ გაერთიანება არც ახლა არ მომხდარა და ამაზე საერთოდ არც არის საუბარი. საუბარი არის რაზე, რომ ჩავშალო ეს მემორანდუმი. საუბარი არის იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მერობის კანდიდატებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს, ყავდეს საერთო კანდიდატები, სასურველი არაპარტიული კანდიდატები და ამაზე მოვახერხოთ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მოვახერხოთ პოზიციების შეჯერება და იქ სადაც ეს ფიზიკურად იქნება შეუძლებელი, არ შევიდეთ ერთმანეთთან კონკურენციაში. ანუ აი პირობითად ვამბობ, რომელიღაც ოლქში, მუნიციპალიტეტში იქნას, თქვათ, ერთი პარტიის წარმომადგენელი კანდიდატი, მეორე არ იყოს კონკურენცია იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი მიზანი არის ზუსტად კოორდინაცია და რაც შეეხება, ნუ ერთ-ერთი მიზანი არის მერობის კანდიდატის შეთანხმება, როგორც ვიხდით თბილისის, იქ წერია რომ ვეცდებით რომ შევთანხმდეთ. ანუ შეიძლება ეს შეთანხმებაც ვერ მოახერხოთ. დიახ. არა, შეთანხმება ყველა ვარიანტში შედგება, მე გეუბნებით პრინციპს, ეს შეიძლება იყოს აპარტიული კანდიდატი, იქ სადაც აპარტიულ კანდიდატზე არ მოხდება შეთანხმება, იქნება შესაძლოა იყოს პარტიული კანდიდატი, მაგრამ მეორე პარტია არ. არა, მე მაჟორიტარებზე არ გეკითხებით, უკვე მერზე გეკითხებით. თბილისის მერის კანდიდატზე წერია რომ ვეცდებით რომ შევთანხმდეთო და. მერობაზეც იგივე თქვი, კი, წერან რაც თქვი, ეს თქვი მე მაჟორიტარებზეც და მერობაზეც, ანუ პრინციპი არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ანუ მერი შეიძლება პარტიული იყოს. თავარი ამოსავალი მემორანდუმის არის, რომ კონკურენცია არ იყოს ერთმანეთში. ეს არის მთავარი. გავიგე, მაჟორიტარების თემა გასაგებია, რომ იქ თუ ვერ შეთანხმდებით, თქვა, აპარტიულ კანდიდატებს რაღაცა გადაინაწილებთ 25 ოლქია და იტყვით, რომ ნახევარში მე დავაყენებ, ნახევარში დავაყენე, ასე შემდეგ. მაგრამ მერობის მერი არის ერთი. შესაბამისად, იქ როგორ აპირებთ შეთანხმებას, თქვა, ამას გეკითხებით. არა, მერი ერთი რატო ამდენი მუნიციპალიტეტია მერა. ანუ გასაგებია, ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ თბილისის მერზე და თბილისის საკრებულოზე, ხო? ამაზე გქონდათ წინასაარჩევნოდ აქცენტი, რომ თბილისის მერობისთვის ვიბრძოლოთო და ამიტომ ამბობ, თბილისის მერობის კანდიდატზე გილაპარაკიათ უკვე ერთმანეთში, საერთოდ გამოკვეთილი არის, ვინ შეიძლება იყოს თქვენი საერთო კანდიდატი და ასე შემდეგ. გილაპარაკია,
გვილაპარაკია და ძალიან ბევრი გვილაპარაკია, მე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ საბოლოო კანდიდატების დასახელებამდე ვადა არის 4 სექტემბრამდე, ანუ რეგისტრაციის ვადა არის 5 აგვისტო და 4 სექტემბერი არის უკვე კანდიდატების წარდგენის ვადა და რა თქმა უნდა ამ ვადებს ორივე მხარე მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ მაქსიმალურად მისაღები კანდიდატები იყვნენ წარდგენილი ყველგან. არა მხოლოდ ჩვენი პარტიის მხარდამჭერებისთვის მისაღები და არა მხოლოდ 9 ნომერი, ანუ ლელოს პარტიის უბრალოდ კოალიციის მხარდამჭერებისთვის მისაღები, არამედ მისაღები იმ პარტიის მხარდამჭერებისთვის, რომლებიც არიან ბოიკოტისტები, ანუ რომლებიც არიან ბოიკოტში. ჩვენ შეიძლება ამ პარტიებმა არ მოინდომეს ამ არჩევნებში მონაწილეობა და თქვა და არ მოხდა მართა შეთანხმება, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ამორჩეველი და არა პარტიები. ამიტომ ჩვენ ლელოსთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, ვიტოვებთ ჩვენც და ლელოს, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობას, რომ წინასწარ რაღაცა კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არაფერში არ გვჭირდება, არც ჩვენ, არც მათ და არც საქმეს, რაც მთავარია. ვადა გვაქვს, ბევრი ცვლილებია და სიტუაცია ძალიან ისეთი არის, ხო ხედავთ, ყოველდღე ისეთები ხდება, რომ ყოველდღე რაღაც იცვლება, გამოვიყენებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადას და ჩვენი თავარი, ჩვენი იყო საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მაგრამ ირაკლი ბოდიში მე რა მიბრუნდება ხმა და რომ გამიმეოროთ. იყო საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის შეგეთავაზებინათ მერობა თბილისში, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს აღარ გამოვა, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი თავად ხარს არ უჭერს ამ არჩევნებს, ის ორი პარტიაც არ უჭერს, ნახეთ, პროტესტში მონაწილე ადამიანები, ვინცაც მე ვიცნობ და არ ვიცი ვინც ქალბატონი სალომე არც არჩევნებს უჭერს მხარს და არც ბოიკოტს. ქალბატონი სალომე არ უჭერს ხარს ბოიკოტის კამპანიას, ხო? რომ არჩევნებში თუ არ იღებ მონაწილეობას, პარტიების მხრიდან ბოიკოტი ისედაც გამოდის, გასაგებია ეს. უბრალოდ აქ თემა არის რაზე, რომ კი, ხოთა შორის მე აქვე გეტყვით ნიუსად, ქალბატონი სალომეს კანდიდატობის საკითხი ჯერ კიდევ რამდენი თვის წინ, ალბათ 1-6-7 თვის წინ ეს იდეა გვქონდა ჩვენ, თუმცა ახლა ადამიანს თუ არ უნდა, ბუნებრივია ვერ დააძალებ ხომ მისი თავისი გზა აქვს, რისიც შეჯერა. ჩემი კითხვა შეეხება სხვა რამეს ამ შემთხვევაში. არც ქალბატონი სალომე უჭერს ამ არჩევნებს ხარს, არც პროტესტში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა უჭერს ხარს. ორი პარტიას თქვენთან ერთად არ გამოდის. ხო, აქამდე იყო საუბარი, რომ თუ ყველა ერთად გავერთიანდებით, შეიძლება თბილისი მაინც მოვიგოთ. ეს რო არ შედგა ეს დიდი გაერთიანება, არც თქვათ ამორჩეველის დიდი ნაწილი არის ამაზე თანახმა, ვინც პროტესტში მონაწილეობს აქტიურად. რისი იმედი გაქვთ ამ არჩევნებზე მაშინ? ანუ საერთოდ რას ფიქრობთ? რა მიზანი აქვს ამ არჩევნებში გასვლა? პირველი დავიწყებ იმით, რომ ძალიან წუხვა, რომ თბილისის შემთხვევაში, სადაც მიუხედავად მასობრივი გაყალბებისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაქვს საუბარი, ოპოზიციასთან გახსოვთ ოცნება მიუხედავად მასიური გაყალბებისა, როგორ დამარცხდა, იყო 60% აიღო ოპოზიციამ და ძალიან გაუგებარია ჩემთვის და გავჩერდები, ძალიან გაუგებარია ჩემთვის, რომ აქედან ორმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ამ ბრძოლიდან გაიწიოს. უცნაურია ჩემთვის ეს ნამდვილად, მაგრამ ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება მიზანი რა არის, მე თქვენ ძალიან კარგად გესმით, განსაკუთრებით ჩვენი პარტიის უპირატესობა და სპეციფიკა, როდესაც საქმე ეხება ოცნების ამორჩეველს. ნაცებს რომ ახალ და ძველ ნაცებს რომ არ აქვთ იმედი რომ ოცნების მხარდამჭერებს გადაიბარებენ, გასაგებია და სწორადაც არ აქვთ ეს იმედი, იმიტომ რომ 13 წელია ვერაფერი მოახერხეს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მაგალითად ჩვენს პარტიას და გიორგი გახარიას, ჩვენი პარტია და ჩვენი ლიდერი არის ის პარტია და ის ლიდერი, რომელიც ქართული ოცნების პროტასავლელი ამორჩევლისთვის არის მისაღებით საინტერესოც და აღარ ჩამოთვლი, ხა ეს მათემატიკა მე მგონი ყოველთვის გასაგებია. მე სანამ ოცნებას ყავს იმდენი მხარდამჭერი, რომელსაც არ იმსახურებს და სამწუხაროდ ოცნებას ყავს იმდენი მხარდამჭერი, რომელსაც ნამდვილად არ იმსახურებს, ამ ხალხის შეტოვება ოცნებასთან არის ჩემთვის პირადად დანაშაული და მავნებლობა. ანუ რას გულისხმობ? 2026 წლის არჩევნების შემდეგ ოცნებამ რამდენი მავნებლობა ჩაიდინა? 78 მუხლზე, ანუ ევროინტეგრაციაზე უარი თქვა. ადამიანების ცემა და აბსოლუტურად დაკარგა მორალური უპირატესობა ნაცმოძრაობის მოძალადე რეჟიმთან. ქალი ჟურნალისტი პოლიტიკური პატიმრები ყავს. ახალგაზრდა
ადამიანები ყავს პოლიტიკური პატიმრები, ანდრო ჭიჭინადიც, აი საუკეთესოები, ანდრო თირო დავიწყოთ, არ ვიცი, რომელი ერთი არ მინდა რომ გამომრჩეს, ისე ექცევიან ამ ბავშვებს, გეგონება რეციდივისტები იყვნენ 4-5 წელს უსჯიან ახალგაზრდებს. ფაქტობრივად ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწიათ საპატიმროდან. მიიღეს ისეთი კანონები, როგორიც მიიღეს. სრულად იზოლირებულს ტოვებენ ქვეყანას და ჩორჩანას საქმეზე ამბობენ, რომ თურმე დანაშაული ყოფილა, მერაბ უნდა დავასრულო, ხმანი ბრუნდება. ჩორჩანას საქმე რო ავიღოთ, თურმე დანაშაული ყოფილა ქართული მიწის დაცვა და ერთ-ერთში იმეორებენ რუსების ოკუპანტების ნარატვს. აი ამ ყველაფრის ფონზე თქვენ როგორ ფიქრობთ, ოცნებას ამომრჩეველი არ ხდება? ის ამომრჩეველი სადაც არჩევნებზე ალბათო ანა, ეს არის დათვლადი, ნახავთ, შევადარებთ თქვენ მაგალითად 2024-ში თბილისში რაც აიღეს, იმაზე მეტს აიღებთ თუ არ აიღებთ? თუ არ აიღებთ, შევადარებთ 2024-ში რაც აიღეთ მაგალითად თბილისში, იმაზე მეტს აიღებთ თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე შევხედავთ და ამით დავადგენთ თქვენი მისია ოცნებისგან ამომრჩევლების წამოყვანისა შესრულდა თუ არა. მარტივად დავითვლით. ამას სამწუხაროდ დროს გადავაჭარბეთ ძალიან. ანუ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი მინდა რომ ერთ მაგალითს ვიტყვი მხოლოდ აი ერთი მაგალითი მინდა 2021 წელს ადგილობრივ არჩევნებზე სენაკში ნაცმოძრაობის წარმომადგენელი რომ გაიტაცა მაჟორიტარობით გამარჯვებული რომ გაიტაცა ოცნებამ ის კაცი მე ღმერთმაიცის რა უქნეს და მე წავიდა საერთოდ რითაც ფაქტობრივად ოპოზიციამ დაკარგა უპირატესობა სენაკის მუნიციპალიტეტში შემდგომ ჩატარდა ამ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები ოპოზიციამ მათ შორის ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა და მანამდე 400 ხმა ქონდა ოცნებას აღებული და იმიტომ რომ ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა 900 ხმა იყო გაყალბების გარეშე ოცნებამ. ეს მაგალითი გახსოვდეთ ყოველთვის. მადლობა, დავითვლით არჩევნების მერე თქვენი მიზანი რამდენად იქნება გამართლებული. მადლობა, ანა ბუჩუკური იყო ჩვენი სტუმარი, გახარია საქართველოსთვის წევრი. ხა გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ უკვე ნოდარ ჩაჩანიძე კოალიციად ცვლილებისთვის წევრი შემოგვიერთება და ამ თემებზე გავაგრძელებთ საუბარს. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ერთმანეთს. სულ ახალ ირაკლი ყობახიძემ ოპოზიციაზე გააკეთა განცხადება და ამბობს ასეთ რამეს. ხედავთ, რამდენი მძიმე მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში. ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული ორი პარტიას აგინებს. ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია მძიმე მარცხისთვის, ამბობს ირაკლი ყობახიძე. შეგახსენებთ, რომ ორმა პარტიამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ეს არის გახარია და ლელო. მათ დღეს მემორანდუმის გააფორმეს, ხოლო ორი პარტია კოალიციას ცვლილებებისთვის და ნაციონალურ მოძრაობამ უარს აცხადებს ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პირველ ნაწილშიც ვისაუბრეთ, გახარია პარტიის წევრი იყო ჩვენი სტუმარი, ახლა კი კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ნოდარ ჩაჩანიძე შემოგვიერთდა, მივესალმებ მას, გამარჯობა ნოდარ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ამ თემაზე გადავალთ, აუცილებლად მაინტერესებს თქვენი აზრი დღეს ერთ-ერთ მთავარ თემაზე, ეს გიორგი ბაჩიაშვილის ინციდენტი არის. რამე უკავშირებთ თქვენს ამ ყველაფერს ივანიშვილს და რაღაც მაგალითად ანა ბუჩუკური ამბობდა, რომ ეს არის ვენდეტა ივანიშვილის მხრიდან. პენტენციალურ სამსახური ამბობს, რომ ორმა პატიმრმა იჩხუბა საკანში და ჩვენ არაფერში არა ვართ. მოგესალმებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ბაჩიაშვილი ვიცით რატომაც დაიჭირეს და ვიცით როგორ აფორმითაც დაიჭირეს, როგორც დაიჭირეს. ამ ყველაფერს საზოგადოებას ხვდებოდა ძალიან კარგად რა იყო ბიძინა ივანიშვილის მიზანი და ხო, რეჟიმი ვეღარ უძლებს საკუთარ თავს, როცა რეჟიმი ბოლომდე გაიყונה, როცა ბოლომდე რუსული გახდა თავისი შინაარსით, თავისი ქმედებით, ნაბიჯებით, მოსალონელი იყო სამწუხაროდ ის, რომ ბაჩიაშვილზე იქნებოდა გარკვეული ტიპის ზეწოლა, ძალადობაც. ჩვენ ნახეთ, რომ ის თავიდან მოათავსეს სხვა ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს იქ ალბათ რაც უნდა გადაიყვანათ. ეს პროცესი ისე მიდიოდა, ყველაფერი ისე დაიგრმა, ყველაფერი ისე მოხდა, ისე დაბრუნება, რომ სამწუხაროდ მივედით ამ ახლა პოლიტიკოსებს და სხვებს ახლა არათავსებენ კრიმინალებთან, ხო, ჩვენ ნახეთ ახლა არიან რუსთავში, ხო, სხვა პოლიტიკოსები და ბაჩიაშვილი გადაიყვანეს გლდანში, სადაც ჩვეულებრივი კრიმინალები არის. კი, და ბიზნესთვის ფული რა მნიშვნელობის არის, ვიცით ძალიან კარგად და ფულის გულისთვის ყველაფერს გადაიყვანს, გადმოიყვანს და ყველაფერს რო იკადრებს, ესეც ვიცით ძალიან კარგად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კამერები, ორი კამერა, როგორც ვიცი, საკანში დამონტაჟებული, დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ იმუშავებს ალბათ და ან რა ვიცი, რაღაც დადგმულ დამონტაჟებულ ამას თუ გაჩვენებენ, არ ამგონია საერთოდ რამე გაჩვენონ პრინციპში, ის რაც მოხდა, ესე ვთქვათ, სპორტული აღნაგობის ძალიან
ათლეტური სპორტული ჩაცმულობის ადამიანის ასე შესვლა, შემდეგ საკნის კარების გაღება ბადრაგის მიერ და ჯერ გვაცადეთო და ეს დახურა ეს არ ყოფილა შემთხვევით, ეს იყო თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა ეხა ორი პატიმარი მით უმეტეს ვიცით რომ სამარტო საკანშია. ეს არის რუსული რეჟიმი და მისი ხასიათის კიდევ ერთი ძალიან მძიმე გამოვლინება ნახეთ ჩვენ დღეს და სამწუხაროდ ხო ეს არის ის რომ ქაოსი, არეულობა, ისაც ქართულმა ოცნებამ რეალურად დაამკვიდრა ქვეყანაში და თუ ვინმე ფიქრობს შე კიდევ რომ არეულობა, რაიმე ტიპის არეულობა რუსთაველზე, არა, რუსთაველი სხვადასხვა შორის ყველაზე სწორი, ყველაზე მართალი და ყველაზე ერთი მხრივ ყველაზე შვიდი ადგილიც არის. არეულობა და ქაოსი უფრო მეტად მთელ ქვეყანას ედება უკვე და ამის მომტანია სწორედ ქართული ოცნება, ამის მომტანია არალეგიტიმური რეჟიმი და ყველაფერი მათ შორის ეს ბაჩაშვილის დღევანდელი ამბავიც გვიჩვენებს რომ ქართულ ოცნებას აღარაფერი აღარ მოაქვს ამ სახელმწიფოსთვის და ქართული ხალხისთვის გარდა ქაოსისა და არეულობისა. ხო, კი ბატონო, რამდენად შეიძლება ეს პროცესები კიდევ გაღრმავდეს, ჩვენ ნახეთ ახლა რიჟვაძის ამბავი, ნახეთ ხო რაც ხდება, იქ ბიზნესმენების დაკავება, გიორგი რამიშვილის გულისხმობ, ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს, რა ხდება ხელისუფლების შიგნით? პირადად მე უახლოესი პერიოდის უახლოესი კვირების თუ თვეების განმავლობაში მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მძიმე პერიოდი გველოდება წინ. საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ჩვენ გამოვიარეთ, რა ვიცი, ადამიანების 500-მდე ადამიანები ნაწამები. მოკლედ კიდევ ერთხელ რაღაცა ჩამოთვალო და გავიხსენოთ, როგორი სახელმწიფო გვაქვს, ხო? ყავს 500-მდე ნაწამები ადამიანი და მათი მწამებლები საერთოდ საქმეც კი არ არის აღძრული და არც კი ფიქრობს სახელმწიფო რომ გამოიძიოს ახალგაზრდა ადამიანების წამების ფაქტები, რომელიც ხდებოდა, რა ვიცი, პოლიციელებად წოდებული ადამიანების მიერ. ჩვენ ყავს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც არ აღიარებს ქვეყნის შიგნითაც არავინ და ქვეყნის გარეთ მით უმეტეს ცივილიზებულ სამყაროს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ჩვენ ყავს არალეგიტიმური პარლამენტის არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტი. ჩვენ ყავს 50-60 დაახლოებით 60 პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ სიტუაციას, რომ უბრალოდ რეჟიმს უკან დასახევი გზა არ აქვს. ანუ ძალაუფლება რყნის და აბსოლუტური ძალაუფლება რყნის აბსოლუტურად ეს ფრანგების ნათქვამია და მით უმეტეს როგორი მოქმედებს ქართულ მენტალიტეტს და როგორ მოქმედებს ეს სამწუხაროდ ნახეთ ჩვენ სხვადასხვა დროს და ამას ხედავთ ბიძინა ივანიშვილის ხელშიდაც მას შემდეგ რაც 13 წელი როცა ერთპიროვნულად მართავ სახელმწიფოს თუ ვინმეს ეჭვიეპარებოდა რომ ეს რეჟიმი თავისი შინაარსით არ იყო რუსული ალბათ რამდენიმე წელი უკვე ვხედავთ ამას ყველაფერს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ რატო ჩამოვთვალე, ხო? ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე როგორ სახელმწიფოში ვართ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილმა ქვეყნებმა გამოიარეს რუსული ოლიგარქიის ეტაპები გამოიარეს. ჩვენ საქართველოს ვიყავით დარჩენილი ქვეყანა, რომელსაც რუსი ოლიგარქიის ეტაპი არ ჰქონდა გავლილი. ესეთ სიტუაცია იყო, ხო? მოლდოვას ყავდა, ხო, თავისი რუსი ოლიგარქები, იგორ დოდონი თუ ასე შემდეგ. უკრაინამ გამოიარა რუსი ოლიგარქების ეტაპი, იანუკოვიჩი არავინ იყო თუ არა რუსი ოლიგარქი. სომხეთმა გამოიარა ეს ეტაპი. და საქართველოს დღემდე ეს ეტაპი არ ჰქონდა გამოვლილი რუსი მმართველის, მოსკოვის ჩინოვნიკის და ოლიგარქის ეტაპი. აი ამ ეტაპს გავდივართ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული ეტაპი და მე მინდა რომ ხალხს ესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ჩვენი სახელმწიფო გადის იმ ეტაპს, რომელიც საბჭოთა კავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა. როგორ სრულდებოდა, ვინ როგორ გაიარა ეს ეტაპი? მშვიდობიანად, ნახევრად მშვიდობიანად, არჩევნებით, მინი არჩევნებით თუ რევოლუციებით თუ ნაკლებად მშვიდობიანი თუ მშვიდობიანი რევოლუციებით, ესეც ყველაფერიც ალბათ ვიცით. ხო ეს ქვეყნები ჩამოთვალე სად როგორ მოხდა ალბათ გვახსოვს ხო საქართველოს უნდა შექმნას თავისი ალბათ განსაკუთრებული გზა უნდა გაიაროს და ამ ყველაფერს ჭირდება ხნეობა პირველ რიგში არა მარტო ის ერთობა და ერთიანობა რომელსაც ამდენს ვიძახით არამედ ჭირდება გამძლეობა ჭირდება ამას ჭირდება მორალური ღადობა ჭირდება ამას ჭირდება თავგანწირვა ჭირდება მით უმეტეს პოლიტიკოსების მხრიდან მით უმეტეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან და სხვადასხვა თაობის მათ შორის მე ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსი ვარ პოლიტიკაში დღეს არიან საკმაოდ გამოცდილი ადამიანები ვინც ეს ყველაფერი რაც მე ახლა მე ვსაუბრობ იცის ძალიან კარგად იცის და თავის თვალწინ ხდებოდა მათ თვალწინ ყველაფერი და დღეს ეს ყველაფერი თითქოს შეიკრა და მივიღეთ ის საბოლოოდ რომ საქართველოს ეს ეტაპი უდგას და მას ჭირდება დაძლევა და სამწუხაროდ ხო რა ვიცი ანუ ჩვენ ამ დაძლევისთვის საჭირო იყო რაღაც ერთიანობა რაღაც ერთიანი პოზიცია მაინც ყოფილიყო ოპოზიციაში მთავარ საკითხებზე და არ მიიგეცათ თუნდაც ხელი ირაკლი კობახიძისთვის და ესე დამცინავად საუბრის საშუალება რომ 4 პარტია არიან და 2-2-ზე გაიყვნენ და ერთმანეთს
მანც აგინებენო, რატო ვერ შედგა ეს ერთიანობა? კობახიძის კომენტარი არ ვიცი არ არის, თვალ ჯანსაღი არ არის ხოლმე მისი კომენტარები და მისი დაცინვაც რაღაცნაირი. გავიგე, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში მართალია ეს კაცი. ხო, რამდენად მივეცით, არა, მე არ ვთვლი მაგალითად თქვენც გაიმეორეთ რაღაცნაირად 2-2-ზე არ ვდგავართ ჩვენ და ასე არ მინდა რომ წარმოვაჩინოთ, შეიძლება ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები ასეა, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ იმისთვის რომ ეს ერთიანობა პირველ რიგში ერთიანობა რასთან, ხო, ერთიანობა ხალხთან უნდა გქონდეს, ერთიანობა უნდა გქონდეს ამომრჩეველთან, როცა პოლიტიკოსი ხარ, როცა პოლიტიკური პარტია ხარ, არ უნდა გაექცე საკუთარ ამომრჩეველს. და ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის და ის 8 პოლიტიკური გუნდი, რომელიც ერთად დავდექი და ზუსტად ერთიანობა შევქმნით, არ გავურბივართ საკუთარ ხალხს, ხო, ადამიანებს, ვინც, რა ვიცი, დღეს რუსთაველზე დგანან და ვიცით, ხო, ჩვენ ძალიან ბევრი ვნახეთ ხალხმრავალი აქციები. რაღაცა ლელოს და გახარია თითქოს რუსთაველის პროტესტი აღარ მოწონთ და რაღაც ხალხი ეცოტავებათ თვალში თითქოს მათი გამოყვანილი ყოფილიყოს ან მაშინ როცა ბევრი ხალხი იყო ან ახლა როცა ცოტაა ხო ნახეთ ლიდერები დაიჭირეს რა ვიცი 100 კაციც ვერ შეკრიბეს მარჯანიშვილის მოედანზე და მე არ მინდა ცოტა მეუხერხულება და ჩემი მეგობრები არიან თუმცა მე ცოტა არ ვიცი ანუ მებრალება ის ადამიანები იმიტომ რომ აშკარად ვატყობ რომ არგუმენტები არ აქვთ არ იციან ხალხმა მართლა რატო შედიან არჩევნებს ვერ ხვდებიან თვითონ რატო გადაუწყვიტეს ლიდერებმა რომ ესენი ადგენენ და შევიდნენ არჩევნებს მე პირადად ვიცი ზუსტად რომ არასდროს არ გავაправებ ბოდიში და ჟარგონისთვის ისეთ რაიმეს მათ შორის ჩვენი კოალიციის ლიდერების რაც მე არ მოწესია ეხლა ესეთი ტრაგიკული თქვენი გადმოსახედიდან არჩევნებში მონაწილეობა ამ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა არის ტრაგიკული იქიდან დავიწყოთ თქვენიდან ხო ის რომ ერთიანობა ვერ შევძელი და მართლა კობახიძეს რომ ამის თქმის უფლებას უაძლევს და ამაში მე ლოგიკაში რა თქმა უნდა მოგვყვებით გასაგებია რაც იგულისხმება და სირცხვილია ეს რომ ასეთ პირობებში დაწყილო როცა მთელმა მსოფლიომ უწევს ჩვენი თავარი მიღწევა რა იყო რეჟიმი პირველად ეს რუსული ოლიგარქია რუსული ტიპის ოლიგარქია გამოვაცხადეთ არალეგიტიმურად ხო ანუ თუ სომხეთი აკეთებს თავის გასაკეთებელს თუ ისრაელი აკეთებს თავის გასაკეთებელს უკრაინა ამდენი წელია ამერიკამაც აკეთებს თავის საქმეს ხო ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს ხო საქართველოს ჩვენც მინიმალურს მაგრამ შევძელით ის რომ პირველად რუსული ოლიგარქიული რეჟიმი გამოგვეცხადებინა ისეთ რეჟიმად როგორც უნდა იყო აი ეს ამ მიღწევის შენარჩუნება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ არა მარტო რეჟიმის ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხია როდესაც 4 ოპოზიციური ანუ ჩვენ აღიარებული ვართ ანუ მათ შორის ოცნების დაწერილი შედეგებითაც ვართ აღიარებული და მათ ჭირდებათ პირველ რიგში რომ ეს 4 ოპოზიციური მთავარი პოლიტიკური ძალა შევიდეს ახლა მათ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ხო სპეცოპერაციაში ხო ანუ მე ძალიან კარგად ვიცი მე ჩემ თავზე გამოცვადე მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან კარგად ვიცი ზუსტად ვიცი ის როგორ ტარდება რეგიონებში და ზუსტად ვიცი რომ ლელოს და გახარიას მაჟორიტარების პოვნა გაუჭირდებათ პირდაპირ გეტყვით კომისიების შევსება გაუჭირდებათ საუბნო და საოლქო კომისიების შევსება გაუჭირდებათ თქვენ უნდა იცოდეთ რამდენი ადამიანი ეუბნება უარს უკვე ამ პარტიებს რომ კომისიებში ანუ ჩაიბანონ საოლქო საუბნო კომისიებში იმუშაონ ეს ხალხი ვერ შეძლებს და რაღაც მოიგონეს რომ თითქოს ნეიტრალურ და საზოგადოების სახეებს რას ვაკე რა ანუ რა ასეთ მომენტში როცა ქვეყნის არსებობის საკითხი წყდება პოლიტიკოსები როდესაც პოლიტიკოსობა არის პასუხისმგებლობის აღება ისევ პასუხისმგებლობას გაურბიან და თურმე ამ რა ვიცი ანუ თბილისის საკრებულოში და სადღაც გააწყვეტენ ალბათ რაღაცების დაკნებას ეს სახალხო სახეები უნდა იყვნენ და ამათ უნდა შეაჩეჩონ ეს ყველაზე მტკივნეული და ყველაზე რთული პროცესი მაშინ როცა ოცნება აღარაფერზე აღარ იხევს უკან გაბოროტებულია და ყველაფერზეა წამსვლელი ამ დროს თურმე წინ უნდა ამოიფარო შენ პოლიტიკოსმა ეს საზოგადოების სახეები ძალიან არასწორია ეს მიდგომა ამ მომენტში არასწორი თორე შესაძლოა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეტაპზე სწორი ყოფილიყო ის რომ ნეიტრალურ და საზოგადოების სახეებზე ყოფილიყო შეჩერებული არჩევანი მაგრამ ეხა ხო აი თბილისში მეცადაო იქნება გამოგხსოვ და მოგებაო რომ მოტეხოთო ფეხიო თუ რაღაც კიდურის მოტეხვაზე არის ხო მაგრამ თუ მოვიგებდით მერის არჩევნებს 4 პარტია ერთად და მოკლედ ჩვენ თუ კიდურ მოტეხილი რუსული ოლიგარქია გვინდა ანუ თუ ხეიბარი რუსული ოლიგარქი გვინდა არ ვიცი მე ძალიან მეპარება ეჭირო რამე მოტეხოთ მას მიზანიც არის გაუგებარი აბსოლუტურად, მიუღწეველი აბსოლუტურად. არ ვიცი თბილისის გამოგლეჯვა რას მოგწევს თბილისის გამოგლეჯვისთვის არც ხედან პოლიტიკური პატიმრები ციხეში. დღეს ჩემი მეგობარი ზუსტად თბილისის მერი არის ყველაზე ფაქტობრივად ლეგიტიმური ფიგურა. დღეს ყველაზე მეტი ადამიანის მიერ პირდაპირ არჩეული და ახლა თუ მოიგებდით თბილისის მერის არჩევნებს, შეიძლება დიდი დარტყმა ყოფილიყო, ხო, მორალურად, პოლიტიკურად და ასე შემდეგ. ის ერთიანობა, რომელიც უნდა არსებულიყო დღესაც არსებობდა. ეს ერთიანობა იყო ერთიანობა ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გამოშვების ირგვლივ. ამას ვამბობდით ყველა. თუ ვინმე მუღალატა ამ ერთიანობას, რასაც ერქვა ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რასაც ერქვა პოლიტიკური ტყვეების და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ამ ერთიანობას უღალატა ამ კონკრეტულმა ორმა ძალამ. ნუ გახარიაზე ხა მე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს ხალხი
არ ვიცი, ანუ დღესაც ხო ანა ბუჩუკური საუბრობდა ჩემამდე ეთერში და თითქოს არჩევნებში გვიგებენ, ესენი აღიარებენ, რომ ოცნება იგებს ამ არჩევნებს, ოცნებას ყავს ბევრი ამომრჩეველი, ამას აგერბენ. გახმართ შორის გახარიას ბოლო ინტერვიუ რაც იყო, დავასრულებ, პირდაპირ თქვა ეს გახარიამ, რომ თითქოს ანუ ისინი ქვეყანას ვერ მართავენო, თორე არჩევნებს კი იგებენო. ანუ ლელომ ხელი ჩამოართო ეხლა და შევიდა ერთიანობაში, რაღაცა ტიპის ერთიანობაში ძალასთან, რომელიც არც კი აღიარებს იმას ნორმალურად და გასაგებად, რომ არჩევნები არის გაყალბებული. რომ ჩვენ კოალიციური ეხლა უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში, ახლა ერთად უნდა მართავდეს ეს სამი იქნებოდა თუ 4 კოალიცია ერთობლივად უნდა მართავდეთ ქვეყანას და პირველად უნდა ყავდეს სახელმწიფოს კოალიციური მართლობა და უნდა გავდეთ ევროკავშირის წევრობისკენ გადამწყვეტ ნაბიჯებს უკვე და ამ დროს გახარია თუმე ვერ ხედავს იმას რომ არჩევნები ყალბდება. ვერ ხედავს იმას რომ არჩევნების დღესაც თავიდან ბოლომდე ყალბდება არჩევნები განსაკუთრებით უბნების გარეთ, უბნების შიგნით რაც ხდებოდა ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ და წინასაარჩევნო პერიოდში რაც ხდება ეს არის აბსოლუტური სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე რეგიონებს მოსახლეობა სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სიპებში, აიპებში დასაქმებულებს თავიდან ბოლომდე სახელებით, ფურცლებით, ციებით, 10 კაცით, 8 კაცით ჩაბარებული ყავთ. სუსის ტიპებს, სოფლის გამგებლებს. ზუსტად, ანუ თქვენ საუბრობთ მათ შორის უკვე ირაკლი კუბრაძესთან თქვენს ეთერს გუშინ პოლიტქალაქში და მე კიდევ ერთხელ დავინახე რომ ამ ყველაფრის არგუმენტები უბრალოდ მეორე მხარეს არ აქვს. თქვენ სვამდით შეკითხვებს, მოდიოდა პასუხები სხვა რამეზე და ეს კიდევ ამბობ ძალიან მძიმე ირაკლისთან მე მეგობრობ ანა ბუჩუკური ჩემი კურსელი იყო ხო და ძალიან რთული ამ ყველაფრის ყურება თუმცა თუ ვინმე არ გვევს დღეს ერთიანობას არ ვიცი ეს აკომპლექსია როგორი კომპლექსია რაღაც ნაცები და ახალი ნაცები ანუ ეს ბუჩუკურის ლოგიკით თვითონ ანუ მე ხა ადამიანი რომელიც რა ვიცი პირველად ვარ პოლიტიკური პარტიის წევრი ერთი წელია რაღაც სახელებს და ეს კლიშეებს და რაღაც სტატუსებს გვაწებებენ და სირცხვილია ეს ცოტა ამორალურია და კიდევ ამბობ დაფიქრდნენ ძალიან კარგად დაფიქრდნენ კიდურის მოსატეხად თუ მიდიან რომ ბიძინას იქნებ რამე დაუშავონ და რაღაც გამოტყუონ ვერაფერს აგი წალენჯი ხა თითქოს გამოტყუეთ და მცხოვრებულ ადამიანს ნახეთ რაც დაემართა იმის ერთადერთი მუნიციპალიტეტი წავართვით ხო და დღეს სამწუხაროდ გია ხარჩილავა ძალიან მაგარი პატრიოტი კაცი და მე პირადად ვიცნობ მას დღეს აღარ არის ცოცხალი ბევრი ვერ უძლებს და შეუძლებელია გაუძლო იმ ზეწოლას რაც ხდება დღეს რეჟიმის მიერ ადამიანებზე და მით უმეტეს დღეს ამ პირობებში როცა ვხედავთ მართლა რას უშვებიან თავისი გუნდის წევრებს ხო ანუ საკუთარ გუნდის წევრებს აღარ ინდობენ და ამ დროს არ ვიცი ამ დროს უნდა ადგე უნდა აღიარო მოცემულობა და ეს მოცემულობა არის კრიტიკული ეს მოცემულობა ამ მოცემულობას მთელი სოფლიო აღიარებს ჩვენ ცოტა ხნის წინ ხო გახსოვთ რამდენიმე წლის წინ საფრანგეთს და გერმანიას ვეძახდით რუსეთის მოკავშირეებს ევროკავშირში გახსოვთ ხო დღეს ხო ეს სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია. დღეს ხო მთელი ევროკავშირი ხო ევროპა ხო ბევრად უფრო ძლიერია, ამერიკა ბევრად უფრო ძლიერია და ამ დროს რა ვიცი, ხედავთ რა პასუხს წერენ 17 სახელმწიფოს ევროპაში ხედავთ, ვერ ვნახეთ, მაგრამ დაახლოებით წარმოგვიდგენია ტრამპს საუპასუხეს და ეს ყველაფერი არის ანტისახელმწიფოები, ეს ყველაფერი არის ჩვენი ეროვნული მიზნების, რაც გვაქვს, რაც დოკუმენტებში გაგვიწერია. ჩვენზე ჭკვიან ხალხს რო უფიქრია ამაზე, ჩვენზე ჭკვიან ხალხს რო უმუშავია დიპლომატებს თუ პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ამის უარყოფა და სამწუხაროდ ქართული ოცნების რეჟიმი ღუპავს ქართული სახელმწიფოს პერსპექტივას. დიდი ნოდარ ჩაჩანიძე პარტია კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი, ასეთი იყო ჩვენ დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.